ამიტომ მის მმართველებს, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ ჯერ ძალაუფლების მოხვეჭით, ანუ ძალაუფლების ვერტიკალის მშენებლობით. კონსოლიდაციით, ხო? დიახ, ანუ მონოპოლიზაცია ძალაუფლების. ისიც კი არ დაუტოვეს, რაღაც სიმბოლური უფლება ჰქონდათ რეგიონებს, რომ აერჩიათ თავიანთი გუბერნატორები. რა უნდა გააკეთებინათ, ხო? ისიც კი წაართვეს. მოხდა ეკონომიკური ძალაუფლების სრული მონოპოლიზაცია ასევე კრემლში. თუ კრემლის სისტემის ნაწილი არ ახარ, ან ხადარკოვსკი ციხეს ჩაქსვავენ, თუ გაგიმართლა, ან შეიძლება საერთოდ გადმოვარდე ფანჯრიდან, ან უცოდ რაღაცა უცნაური ჩაიდალიო და რაღაც, ხო? ანუ მთელი ძალაუფლება მოიხვეჭა და როგორც თქვი, წლების მერე აი რუსი საშუალო სტატისტიკური მუზიკისთვის სურათი ასეთია, რომ მე ცხოვრობ გაჭირვებულად, გზა არ მაქვს, პოლიკლინიკა დალპა, საბჭოთა დროინდელი, პენსია მაქვს, ასაცილო რაღაცა. რატომ უნდა ვითმენდე მე აი ამ ხალხს, რომელიც აშკარად მარტო თავისი გამდიდრებით ყველა მილიარდერი გახდა, ხო? ყველა აი ტრამპამდე არც ერთ დემოკრატიულ ყველაზე მდიდარ ქვეყნებს სოფლიოში არ ყოლიათ მილიარდერები ხელისუფლებაში. და უცბად საკმაოდ ღარიბ დანარჩენი საზოგადოება რო სიღარიბეში ცხოვრობს, ასეთ საზოგადოებას ხელისუფლებაში მარტო მილიარდერები ყავთ. ანუ რომელიც მილიარდერები გახდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხელისუფლებაში ყოფნის შედეგად. ხო? ანუ ბუნებრივი კითხვა უნდა გაუჩნდეს იმ მუჟიკს, რა ხდება? აი ეგ კითხვა რომ არ გაჩნდეს, არ უნდა გაჩნდეს პაუზა. საკმაო პაუზა იმისთვის, რომ ამ კითხვისთვის მოიცალოს.